გამარჯობა, მოგესალმებით რაჭიდან, სოფელ პიპილეთიდან. აქ წამოვიღეთ თბილისიდან საკერავი მანქანა, ბალიშის პირები, ნაჭრის საღებავები, ძალიან ბევრი წიგნი და მეგონა რომ ბევრი ბალიშის მოხატვა შევძლებდი. თუმცა წლისა და 4 თვის ბავშვთან და 3 მოზარდთან ერთად სოფელში ყოფნა მომქანცველი აღმოჩნდა და ძალიან ცოტა დრო მაქვს ამ ყველაფრისთვის. თუმცა ვცდილობ რომ პატარ-პატარა ნაბიჯები წინ წავიდე. არ ვფიქრობ იმაზე რომ მალე დავასრულო, არ ვუწესებ საკუთარ თავს რომ რაც შეიძლება ამ და ამ დროს თქვათ შევკერო ეს 28-ვე ბალიში, მიუხედავად იმისა რომ იციან ჩემმა მე-6 კლასელებმა რომ მათთვის ვკერავ, მაგრამ ვუფრთხილდები საკუთარ თავს, ენერგიას და სწორედ აი ამის მიხედვით მოქმედებ რამდენი დროც მაქვს. მე მჯერა პატარა ნაბიჯების ძალის და მჯერა რომ ერთ მშვენიერ დღეს მე-6 კლასის 28-ვე ბალიშს სკოლაში მივიტან. მოდი მივყვეთ, ეს არის მე-6 კლასისთვის მესამე წიგნი, რომელიც შევარჩიე და აქ სოფელში სინტიფონის წამოღება გამიჭირდა. სინტიფონი არის ის ბამბის მსგავსი რამ, რითაც ვავსებ ამ ბალიშებს და ასეთი რამ მოვიფიქრე რომ მხოლოდ ბალიშის პირები მომეხატა. თბილისში ამ სინტიფონით ამოვსებას და გადაკერვას შევძლებ. მოკლედ, დღევანდელი არჩევანი არის შემდეგი 22 წიგნი არის ამგვარი. ტუვე იასონის მამა მუმინის მემუარები. მოსწავლეებისა და შვილების წაკითხული წიგნების შესახებ ძალიან ბევრს ვსაუბრობ ხოლმე და დრო, როცა წიგნი ჩვენთან მოდის საგანგებოდ თითქოს ემთხოვა ხოლმე წიგნის წაკითხვის დრო და შენი პირადი დრო ერთმანეთს. ეს წიგნი უწერის სკოლის საჯარო მედიათეკის ოთახიდან, ჯადოსნური ოთახიდან წამოვიღე. ვიღაცამ გვაჩუქა, არ აქვს წარწერა ვინ გვაჩუქა, როგორც იცით ამ ჯადოსნურ ოთახში, თანამედროვე მედიათეკის მსგავსი ოთახია და მეგობრებმა გამოგვიგზავნეს, გვაჩუქეს, ჩამოგვიტანეს წიგნები და დღემდე მოქმედებს ეს ოთახი, კითხულობენ ბავშვები და რამდენიმე წიგნი მაქვს იქიდან წამოღებული. ეს წიგნი მაშინ წამოვიღე, როცა ჯერ კიდევ უმინებს არ ვიცნობდი, ჩემმა მოსწავლემ თამუნა ჩიხრაძემ წაიკითხა და მახსოვს როგორ გაეღიმა უმინებზე რომ საუბრობდა, ლოყა ეჩუტება და თვალები უჭყველებს ხოლმე ღიმილისგან და მაშინ მითხრა რომ ბევრი არაფერი არ უთქვამს, აი იმდენად აევსო სხეული სიხარულით, როცა ამ მუმინები ახსენა და ძალიან საყვარლები არიანო, ძალიან საყვარელი სამყარო აქვს ამ წერალს, რაღაცების გავსი შთაბეჭდილება გამიზიარა და ერთი სიტყვით წამოვიღე ეს წიგნი. ალბათ რამდენიმე წელია ჩემს სახლში არის ეს წიგნი, იმიტომ რომ მაშინ თამუნა მგონი მოსწავლე იყო, შეიძლება ვცდები, ახლო წელს დაამთავრა უკვე უნივერსიტეტი და როგორც კი დავინახავდი აი ამ ყუას, ხო, წიგნს, წარწერას, მაშინვე გული მithბებოდა, იმიტომ რომ მისი წაკითხული წიგნია და შეიძლება ვიღაცამ ემოციურად ჩათვალოს და საჭიროდ არ მიიჩნიოს მსგავს რაღაცებზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, პირიქით ჩემთვის უფრო საინტერესო, როცა პირად გამოცდილებას მიზიარებენ თან წიგნის შინაარსზე თუ მთავარ სათქმელთან ერთად და სწორედ ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ეს წაიკითხა თამუნამ, ჩემმა მოსწავლემ და მისი გავლენით მე წამოვიღე ეს წიგნი, ოღონდ არც კი ვიცით ვინ ჩამოგვიტანა და ამ ემოციური ამბების მიღმა დგას სხვა ადამიანების ზრუნვა იმის შესახებ, იმის გამო რომ ჩვენ ამ სადღაც მიყურებულ ადგილას, ხო, თქვათ დღესთან ახლოს სკოლაში, სადაც სულ 20-მდე ბავშვი სწავლობდა, ვიღაც შეწუხდა, ადგა და გამოგვიგზავნა ეს წიგნი და დიდი მადლობა მას, შეიძლება იცნოს ვინმე. 9 აგვისტოს ყოფილა შემთხვევით წავაწყდი Google-ში ტუვე იასონის
დაბადების დღე, რომელსაც აღნიშნავს ძალიან ბევრი ქვეყანა, მგონი იაპონია იყო ნახსენები და კითხულობენ ამ დღეს თავის საყვარელ ნაწარმოებებს მკითხველები, აწყობენ რაღაც მსგავს დღესასწაულებს, პერსონაჟების მსგავსად იცვამენ და ახლა როგორც ვიცი ბრუკლინში არის გამოფენა ტუვე იენსონის წიგნის პერსონაჟების შესახებ და ჩემი მოსწავლე ცხოვრობს იქ ელენე, რომელსაც ძალიან უყვარს მუმინები და დედას მივწერე ამ ინფორმაციის შესახებ და იმედი მაქვს რომ წაიყვანს და დაათვალიერებს. არ დავასრულე მე საუბარი თამუნას წაკითხულ წიგნის შესახებ და არა მარტო თამუნას. ამ წიგნში თამუნას გამოყენებული აქვს თამოს მარკირებული კითხვა. ის გზა და გზა ხვდებოდი გულებს, წარწერებს, მინაწერებს და ხაზგასმულ ადგილებს. თამუნას ვარდისფერი კალმით ჰქონდა, აი ესე და გამხმარ ყვავილებს შიგ ჩატოვებულს. ნახეთ, აქ არის გულები და შემდეგ გვერდით მეც რაც მომეწონა, მე უკვე იასამნისფერი კალმით მაქვს მიხატული ჩემი შთაბეჭდილების გამომსახველი გული. აქ დამხვდა გამხმარი ყვავილები, იები და ერთი სიტყვით ამ მარკირებულმა კითხვამ ძალიან დიდი სიამოვნება მაჩუქა, იმიტომ რომ რაზე ამახვილებდა ჩემი საყვარელი ადამიანი, ჩემი მოსწავლე ყურადღებას, ამას დაკვირვება ძალიან სასიამოვნო არის. და მე მისი ხასიათი რომ ვიცი, თან მეღიმებოდა გული მიჩუყდებოდა იმაზე, რაზეც ამახვილებდა ყურადღებას, რაც იყო მისთვის მნიშვნელოვანი. მტკივნეული სიტყვებია, მაგალითად ახლა წავაწყდი ერთ-ერთ ფრაზას. კარგი, ეს რაც შეეხება წიგნის შესახებ ბალიშის პირს თუ თამუნას, ახლა მე მინდა რომ გესაუბროთ ამ წიგნზე. მამა მუმინის მემუარები რომ მქონდა დაწერილი მამა მუმინს, ეს ბევრ წიგნში არის ნახსენები. და სულ მინდოდა რომ წამეკითხა. აგვისტო არის, როგორც ახლა ამ წიგნის დასაწყისშიც და მამა მუმინი ხდება ავად. დედა მოუმზადებს ელექსირებს, ცხელ-ცხელ სითხეებს, მაგრამ მას უფრო და უფრო ტკივდება ყელი. ჩაწვება მანსარდაში ავა, ჩაწვება ლოგინში და ამბობს რომ მიაწოდონ ხვირთქლის მატარებელი. ვერავინ ვერ იგებს რა სითხოვს ის და დედა შემოუტანს, ასეთ იდეას შესთავაზებს დედა მუმინი, რომ დალაგებისას წავაწყდი მუშამბის ყდიან სქელ დღიურს, რვეულს და ხომ არ დაწერდი შენი ცხოვრების შესახებ, მემუარებს ხომ არ დაწერდიო. ეს იდეა ჭკუაში დაუჯდება მამა მუმინს და დაიწყებს წერას. მის ყოველ საღამოს უკითხავს თავის შვილსა და მის მეგობრებს ამ თითოეულ თავს და თხრობა არის ამგვარად, რომ ჯერ შესავალია, გვიმხელს რატომ იწყებს წერას და მე სულ 8 თავია, ეპილოგიც არის ბოლოში, პროლოგიცაც შევხვდებით და პარალელურად გადმოინაცვლებს ხოლმე თხრობა იმ რეალობაში, რომელშიც ცხოვრობენ და შთაბეჭდილებებს უზიარებს თავის ისმენს უпростоრად და უკუკავშირს იღებს ამ თავისი ოჯახის წევრებისგან. მამა მუმინი ზოგადად არის ცოტა ტრაბახა, თავისი გაბუქება უყვარს მოვლენების, თავის თავზე უყვარს საუბარი და ამ ყველაფრის თავი და თავი ყოფილა ის, რომ ის გაიზარდა ობოლთა თავშესაფარში, ძალიან მკაცრი დეიდა ჰემული ზრდიდა აღმზრდელი, რომელსაც თავისი წესები ჰქონდა დაწესებული და ამ წესებს ერთ დღესაც ის გამოექცევა. ვერ შეეგუება ამ ერთფეროვნებას, ერთსა და იმავე დროს ჭამას და თავს მოხვეულ ვალდებულებებს.
დეიდა ჰემულზე ძალიან საინტერესო რაღაც ფრაზა იყო მინიშნება, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო წესების შესრულება და ყველაფერს ასრულებდა, ითხოვდა და აკეთებდა მოფერების გარეშე. არ ეფერებოდა თავის აღსაზრდელებს. ღონდ მთავარი იყო, რომ ის დალაგებული ყოფილიყო, სულ შრომობდა, თუმცა აქ ამ ობოლთა თავშესაფარში არ იყო სიყვარული, არ იყო ზრუნვა და სულს უხუთავდა პატარა მამა მუმინს ეს გარემო. ვიგებთ, რომ მამა მუმინი დაუტოვებიათ ამ ობოლთა თავშესაფარში გაზეთში შეხვეული და დეიდა ჰემული ეუბნებოდა მას, რომ ვარსკვლავების განსაკუთრებულ განლაგებისას დაიბადე, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ნიჭით ხარ დაჯილდოებულიო და ამ საკუთარი თავის რწმენამ, ნიჭის რწმენამ გადაადგმევინა ალბათ ის ნაბიჯი, რომ ის გარბის ამ სახლიდან და ებრძნება თავგადასავლებში, თავის პირველ განთიაც ხვდება ტყეში, იძენს პირველ მეგობრებს, ქვიშაზე ხატავს სახლს, ოცნებობს ამ სახლზე და ძალიან საინტერესო თავგადასავლებში გაებმება ფათერაკებს ხიფათებში გადაარჩენს ერთხელ დეიდა ჰემულს აღმოჩნდება, თუმცა სხვა ჰემულია და მოკლედ ჩვენ მივყვებით მას ფეხდაფეხ ის გაიცნობს ფრედრიქსონს თავის პირველ მეგობარს, აქ შევხვდებით სუნსულას, იუქსარეს, მიმლას, ჰატიფნატებს, მორას, რომელიც სხვა წიგნებშიც გვხვდება და კიდევ ერთ უზარმაზარ ურჩხულს დამავიწყდა სახელი. მოკლედ ეს პერსონაჟები არიან განლაგებული წიგნში შეხვედრები, ამბები, თავგადასავლები, რომ როგორც სჩვევია ტუვე იანსონს სიხარულით გივსებს გულს, სიხარული, სევდა, მელანქოლია, რეალობა ერთმანეთს ცვლის და სიზმრები, ნივთები და ნივთები, რომელზეც ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, ამოწერილიც მაქვს, მაგალითად აქ ზვიგენის კბილი, დაკონსერვებული კვამლის რგოლი და არღნის ოსტატურად შეღებული სახელური შეხვდება ერთ-ერთ წვეულებაზე საჩუქრად მამა მუმინს და აქვე მიიღებს ხვირთქლის ტრამვაის, როგორც უკვე ვახსენეთ და სწორედ აქ ჩნდება, თქვენ თავად ამოიკითხავთ თუ რა გათამაშება და რა ხდება. მარჯნის ქვესადგამზე დგას ეს ხვირთქლის პაწია ტრამვაი. ულამაზესი თარგმანია, წიგნი გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ და ლოლა ქადაგიშვილია თარგმნელი 2013 წელს არის გამოცემული, ხოლო წიგნი ტუვე იანსონმა 1950 წელს გამოსცა. ამ წიგნში სუნსულა ყავის კოლოფში ცხოვრობს, გემს ზღვის ორკესტრი ჰქვია, მოჩვენება წინდებს ქსოვს, შევხვდებით ღრუბელს, რომელიც შემდეგ ამ ზღვის ორკესტრს გაიტაცებს, ზღვის წყალქვეშა გემს, რომელიც ასევე დაფრინავს და ტრილიონ თევზს, რომელსაც თავზე ადგას ჩირაღდნები, ყურებზე აქვს ჩამოშებული სანთლები და გაცისკროვნებული არის ზღვის ქვეშეთი ამდენი თევზის, ასეთი უცნაურად დამაგრებული, სანად დამაგრებული თევზების გამოჩენით. მოკლედ, ერთმანეთს ენაცვლება, როგორც უკვე ვახსენე, ტუვე იანსონის მოულოდნელობებით სავსე პერსონაჟთა ქცევები, ნივთები და მოვლენები და ამ პატარ-პატარა მიგნებებით, რომ შეიძლება მაგალითად ყავის კოლოფში ცხოვრობდეს პერსონაჟი სუნსულა, ძალიან საინტერესო ნივთებთან ერთად და იქვე ჭადრაკის დაფაზე
იყოს გაწყობილი სუფრა და ომლეტს მიირთმევდნენ აი აქედან პერსონაჟები და უეცრად კბილანები შეხვდეს ამ ომლეტში მთავარ პერსონაჟ ფრედრიქსონს და ამ კბილანებით შემდეგ გააწყოს თავისი ოცნების გემი. ეს განსაკუთრებით როცა ამას ვხატავდი, მივაქცე ყურადღება, რომ აი იუქსარეს გონიეს იუქსარია, თუ არ ვცდები, ტაფა აფარია თავზე, არის სუნსულა და ტაფის აი ამ ლურსმანზე ჩამოსაკიდებელ ხვრელში ყვავილი არის ჩადებული. მოკლედ, აი შეიძლება ეს იყოს სიმბოლო თუ როგორი არის ტუვე იანსონის სამყარო. გამოხატავს მის სამყაროს. კიდევ რა მინდა და მეთქვა. ხო, მოკლედ როგორ გაიცნო, ხო, ამ წიგში ჩანს, როგორ გაიცნობს დედამუმინს, ბოლოს მოკლედ ეს დედამუმინი ხო უსმენს ამ თავის ქმარს და მოკლედ აძლევს რჩევებს, თან უვლის, რომ ცუდად არის, თან ამ ბავშვებს უვლის და ბოლოს ეკითხება, რომ როდესმე გამოვჩნდები მეო და ამას რომ იტყვის, საშინელად გაწითლდება და მერე უკვე ყვება მაღალ ფარდოვნად საუბრობს მამა მუმინი და ყვება როგორ გაიცნო ერთ-ერთ საშინელ ქარიშხლიან ღამეს, რომ გარეთ გავიდა, წინათ გრძნობა, ძალიან მნიშვნელოვანი როლს თამაშობს ამ წიგნში, წინათ გრძნობას მიყვება, რომ გარეთ უნდა გასულიყო, გაეხედა ამ თავსხმა წვიმასა და შტორმში და ნახავს, რომ ზღვაში ვიღაც ტივტივებს და მოკლედ ეს აღმოჩნდება დედამუმინი და დედამუმინს გადაარჩენს და რომ გამოვა დედამუმინი თანაპიროზე დაიწყებს ჩემი ჩანთა დავკარგეო და მამუმინი ეტყვის რომ ხელში გიკავიათ ეს ჩანთაო პუდრის ამოღება მინდოდა რომ გავლამაზებულიყავიო და მამამ ამ დროს შეაქებს ეტყვის რომ ისედაც ძალიან ლამაზი ხართო და ისევ საშინლად გაწითლდება დედამუმინი მოკლედ აი ესე ასე აღწერს დედამუმინისა და გაცნობას აქვე ვხედავთ როგორ აშენებს ის თავის ცნობილ სახლს, სადაც თავს იყრის ყველა და რომ შევაჯამოთ რის შესახებ არის ეს წიგნი, მოკლედ იხსენებს მემუარებს, წერაზე არის გამახვილებული ყურადღება, რომ ისევ ხელახლა განიცადა ის, რაც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო, თავგადასავლები თითქოს დასრულდა და ეს სევდას მას, თუმცა ბოლოს ის ესრულდება, რომ თვითონაც ამბობს, რომ შეიძლება სხვანაირად განიცადოს სხვა თავგადასავლები გადაგხდეს თავს და მართლაც დედები, შვილები და მამები ისევ ერთად აპირებენ გაფრენას და თუ ვინ არიან და სად აპირებენ გაფრენას ეს თავად დაგიტოვებთ თქვენ ამას რომ თქვენ თვითონ ამოიკითხოთ მოკლედ თავგადასავლების მაძიებლობაზია და მერე ცხოვრების რაღაც გარკვეულ მომენტში ეს თავგადასავლები ძიებას რომ წყვეტენ ადამიანები და ყველა რომ ეძებს მყუდროებას სახლში იკეტება და ნივთების გროვებას შემგროვებლები ხდებიან. აი ასეთი თემები არის წამოჭრილი, შეიძლება ითქვას რომ ეს წიგნიც უფრო 14 წლიდან შეძლებენ ბავშვები რომ წაიკითხონ და ალბათ უფრო ზრდასრულების კიდევ სხვაგვარ თემებს წავაწყდებით. აქვე მინდა გითხრათ, გამოვყო ფრედრიქსონი, ძალიან საინტერესო ხასიათი აქვს და ის დიდ როლს თამაშობს, რომ ამ ბავშვს, რომელიც ობოლთა თავშესაფრიდან გამოიქცა და აქვს შერყეული თვითშეფასება, საკუთარი თავის შესახებ არ ფიქრობს გარდა იმისა, რომ ფიქრობს, რომ განსაკუთრებულად დროს დაიბადა, კიდევ ბევრი რამ აკლია თვითრწმენისთვის და დიდ როლს შეასრულებს თავისი მეგობრის ცხოვრებაში, რომ გაუღვივოს თვითრწმენა, წაიყვანს თავგადასავლებ გემით და მოკლედ აკვირვებს ყველაფერი. ერთ-ერთი პირველი გაკვირვება არის ის, რომ აი ამ კბილანებს რომ სუნსულა ღეჭავდა, შემთხვევით ფრედრიქსონს შეეკითხება, რომ ეკითხებიან, არ ხარ გაბრაზებული და ეს ძალიან ჩაოლებრივად პასუხებს, რატომ უნდა ვიყო გაბრაზებულიო. მოკლედ ფრედრიქსონი არის ძალიან საინტერესო პერსონაჟი. გამიგრძელდა საუბარი. ბევრი საინტერესო ფრაზა შეგხვდებათ აქ და ისე ამოვნებთ
ავტორის ნახატებით, ძალიან საყვარელი ამბებით, ნივთებით და აი ეს მაგალითად ერთს წავიკითხავ, არა, იცით რომელს წავიკითხავ? როცა აი ეს თევზებზე რომ ვახსენე და მე დაგემშვიდობებით. არა, ჩვენ არ ვიწოდით. 100 მილიონი ტრილიონი თევზი მოცურავდა ჩვენკენ და ისინი მოანათებდნენ ჯიბის, ხომალდისა და საშტორმო ფარნებით, ჭრაქებითა და კარბიდის ლამპებით. ზოგიერთ თევზს კი ყურებიდან კედლის პაწიას ანათებით ჩამოშვეროდა. თევზებმა სიხარულისა და მადლიერებისაგან აღარ იცოდნენ რა ექნათ. სულ ცოტა ხნის წინ პირქუში ზღვა ახლა ცისარტყელას ფერებით ბრწყინავდა. ზღვის ბალახის ხალიჩა ცისფრად ღაღანებდა. ზედ კი იისფერი, წითელი და ხასხასა ყვითელი ანემონები მოჩანდა. ზღვის გველები სიხარულისგან თავდაყირა იდგნენ. აი ასეთი საყვარელი აღწერა მოვლენები შემოგხვდებათ. ხო, ამ თავში კი სწორედ იმაზე ელაპარაკი, როგორ ვიპოვე დედა შენიო, ამ თავგადასავალს გაგრძელება არ მოჰყოლია სამწუხაროდო, ასე ამბობს და დაიწყო ახალი დღე, როცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ შენ წინააღმდეგი არა ხარ. გისურვებთ ბევრ საინტერესო ამბებიან დღეებს. ბოლოს ვიტყვი იმას აუცილებლად, რომ ძალიან ცუდ გადაღლილი ვიყავი, ცუდ გუნებაზე ვიყავი, არც კი ვიცოდი როგორ დამიმარცხებინაში ფოთვა. და გადაღლილობისგან მოგვრილი ეს მოწყენილობაში ფოთვა. დამშვიდებელიც კი დავლია, მაგრამ არ მიშველა და ამ წიგნის კითხვისას ნელ-ნელა საერთოდ გადამავიწყდა ყველაფერი და კარგ ხასიათზე დავდექი. აი ეს არის საბავშვო ლიტერატურის ძალა. ყოველ შემთხვევაში ჩემზე ასე მოქმედებს. და დიდი მადლობა ყველას, თამუნას, გამომცემლობას, ტუვე იანსონს ამ წიგნისთვის. შემდეგ წიგნამდე გემშვიდობებით.